თუ კბილს დაკარგავთ და დროულად არ მოხდება იმპლანტის ჩანერგვა, ძვალი განლევას დაიწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მოგვიანებით იმპლანტის ჩასმას გადაწყვეტ, დიდი ალბათობით ძვლის საკმარისი მოცულობა არ დაგხვდება. არადა წარმატებული იმპლანტაციისთვის ძვლის საკმარისი მოცულობა აუცილებელი პირობაა. თუ კი დაკარგული კბილის ადგილას საკმარისი ძვალი არ გვაქვს, საჭირო ხდება ძვლის აღდგენა, ამისთვის ან ხელოვნურ ძვალს გამოვიყენებთ, ან თქვენსავე ძვალს. ეს ყველაფერი კი მკურნალობას გაახანგრძლივებს და გააძვირებს. პაციენტების უმრავლესობას გონია, რომ იმპლანტის ჩანერგვა კბილის ამოღებიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუმცა ეს ვსტარია. როგორც გითხარით, კბილის ამოღების მერე ძვლის განლევის პროცესი იწყება. შესაბამისად, იმპლანტაცია უმჯობესია კბილის ამოღებისთანავე განხორციელდეს ან დაახლოებით 2-3 თვეში.